მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია. მადლობა მოგბრძანებისთვის. ჩვენი საუბრის თემა იქნება დღევანდელი გადაცემის სამყაროს ბიბლიური შესაქმის შესახებ ვისაუბრებთ. ეს იმდენად დიდი თემა არის, მე ვფიქრობ ეს საკურსო თემა არის, თქვენი დისერტაციაც ამ საკითხს მოიცავს, ამ 6 დღის შესაქმის წმინდა მამათა კომენტარებს ეხება. რომელიც ფაქტობრივად შეიძლება ერთი სემესტრის მასალად დაიყოს და ვისაუბროთ. თუმცა ამის ერთ გადაცემაში ცოტა რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ვეცდებით რომ გარკვეული კომპილაცია ამოკრეფილი ძირითად საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება. მრავალ მხრივ შეიძლება ამ საკითხზე ყურადღება გამახვილდეს და განსაკუთრებით მიზანმიმართული ჩვენი მიზანი არ წარმოადგენს იმას, რომ მეცნიერული თეორიები მაინც და მაინც განვიხილოთ ამ გადაცემაში გასაგები მიზეზების გამო. ერთის მხრივ იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი ვალდებულება და სხვა სფეროში გადავიჭრებით, მეორე მხრივ იმიტომ რომ იმდენად ბევრი თეორიები არის მეცნიერული, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში ერთი მეცნიერული მაგალითად ჯერ გეოცენტრული იყო, შემდეგ ჰელიოცენტრული, ახლა ეს ჰელიოცენტრულიც გამოვირიცხა, ძალიან ბევრი საკითხია, რაც ერთმანეთს უპირისპირდება და თავისთავად ეს მეცნიერებაში ძალიან ცნობილი ფაქტია, რომ ერთი თეორია, ერთი მოსაზრება შემდეგში გადისწლები და მეორე წლის საერთოდ უარყოფილი ხდება ხოლმე და წმინდა მამათა კომენტარები კი ისევ და ისევ ჩრჩება, იმიტომ რომ ჩვენ აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ წმინდა მამათა კომენტარები, როგორც დღეს ბევრი მიიჩნევს, არ ემყარება მხოლოდ იმ დროიდან მეცნიერულ ცოდნას. რა თქმა უნდა, ეს გააჩნდათ ღვთისმეტყველ მამებს, იმიტომ რომ წინა აღდგომის შემთხვევაში ამ თემებზე ვერ იქადაგებდნენ, მაგრამ ეს ემყარება სულიწმინდის მადლით მიღებულ ცოდნას, ანუ გამოცდილებით ცოდნას, ღმერთთან ურთიერთობით მადლით ავშევსებული ადამიანის მიერ გამოთქმულ ცოდნას, რაც თავისთავად ატარებს დიდ ჭეშმარიტებას. და დღეს ძალიან ბევრი არასწორი აზრი შეიძლება დაიბადოს, როდესაც ადამიანი კითხულობს პირდაპირ წმინდა წერილს და ასე ვთქვათ, შესაქმეს, დაბადებას. და თავისი აზრები შეიძლება გაუჩნდეს ძალიან ბევრი. იმდენად რთული გასაგებია მოსეწინასწარმეტყველმა, იმდენად მოკლედ აღწერა, რა თქვა. და ამ სიმოკლეში, ამ თითქოს სიმარტივეში იმდენად დიდი სიღრმეა, რომ ეს თავისთავად შეიძლება ითქვას, რომ დაბადების წიგნზე ყველაზე მეტი კომენტარებია ეკლესიაში სხვა წიგნებთან შედარებით. რომ ეს ძალიან ვრცელი თემა არის და ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს, აი ამის გააზრება. თუნდაც ერთი მარტივი საკითხი, მაგალითად მომისმენია და ხანდახან აი სოციალური ქსელებით ვრცელდება ეს არასწორი აზრები და საშუალებას იყენებენ, ასე ვთქვათ. რომ მაგალითად, როდესაც დაბადების წიგნში წერია, რომ ქმნით კაცი, ანუ ადამიანის შესაქმეზე როდესაც არის საუბარი, ჩვენი ხატებისაერთ და მსგავსებისაერთ ჩვენისა, აქ თითქოს პოლითეიზმზე მიუთითებენ, ანუ არსებობს ესეთი მოსაზრებებიც. ეს არის რა თქმა უნდა კერძო აზრები. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ თუ სწორად მახსოვს, თეოფილე ანტიოქიელი პირველია, რომელიც ამაში, ანუ ამ მრავლობით რიცხვში ხედავს წმინდა სამებას. და შემდეგ რა თქმა უნდა ნეტარი ავგუსტინეც, როცა ადამიანს და ბევრი მრავალი მამა. ამიტომ უმნიშვნელოვანესი არის და აუცილებელია, რომ როდესაც ადამიანი წმინდა წერილს კითხულობს და ასეთ რთულ ადგილს დაბადებას, აუცილებლად მოიხმოს შესაბამისი განმარტებები ეგზეგესა. ამიტომ ჩვენ შევეხებით ძირითადად პირველი 8 საუკუნის მამათა ღვთისმეტყველებას ამ საკითხთან დაკავშირებით და მათი მიხედვით, რომ ასე ვთქვათ, კომენტარები გავაკეთოთ და გავმარტოთ. დიახ. დიახ, მამა გიორგი, მოგესალმებით, პატივისცემით თქვენს ტელემაყურებელს. და როგორც თქვენ ახსენეთ, ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება ბიბლიური შესაქმე და ორკვათ ასე. ანუ ძველი აღთქმის წიგნებში, კერძოდ დაბადების წიგნში მოსეწინასწარმეტყველის მიერ გადმოცემული ისტორია თუ როგორ ქმნის ღმერთი ამ ქვეყნიერებას, რომელიც არ არსებობდა. ანუ იყო დრო და არ არსებობდა და რაღაცა დროს, რაღაცა ჟამს არსებობაში შემოდის. თუმცა, აი როგორც თქვენ დაიწყეთ, ასევე ზოგადით გავაგრძელებ მეც, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ თანამედროვე სამეცნიერო სამყაროში ამ საკითხზე ძალიან ბევრი ხედვაა და ეს ამ შემთხვევაში ჩვენ სფეროს არ წარმოადგენს კვლევისა და სხვა სფეროში არ შევიჭრებით. ჩვენი მიზანი არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეკლესიის მამების და თან აქაც დავაკონკრეტოთ, როგორც თქვენ თქვით, პირველი 8 საუკუნის ეპოქაში ასპარეზზე გამოსული ეკლესიის მამების პირობითად გამოიყენოთ ასეთი გამოთქმა კლასიკოსი მამების მიერ დაწერილი თუ გამოთქმული ქადაგებები თუ შრომები, რომლებიც ამ თემას სამყაროს შექმნის საღვთისმეტყველო განმარტებას გვაძლევს. მე შეგნებულად შევიკავებ თავს იმას გარო, მაგალითად აი ეს თანამედროვე სამეცნიერო შეხედულებები ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგად, ესე ვთქვათ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი თეორია ექნება. უმრავლესობა თეორიების ძალიან კარგად ეხმიანება მამათა თეორიებს და ეთანადება. არსებობს ისეთი თანამედროვე სამეცნიერო შეხედულება, რომელიც პირდაპირ ეხმიანება და პირდაპირ სიტყვას იტყვით იმეორებს. უბრალოდ ეს ჩემი ინტერესი სფერო იყო ბავშვობიდან, ასე ვთქვათ, ზოოლოგია და ესეთი სფეროებიც, მაგრამ თავ შევიკავებ შეგნებულად, ხა რომ გადაცემაში სხვა სფეროში არ გადავიჭრეთ.
კი ბატონო, და თქვენ ერთი ფრაზა ბრძანეთ, ახლა გონებამ დაიჭირა ეს სიტყვები, რომ ეკლესიის მამები, როდესაც კონკრეტულ განმარტებებს გვაწვდიან, ისინი მხოლოდ თეორიული ცოდნით არ შემოიფარგლებიან, რაც მათ უეჭველად და აქვთ. ამას ადასტურებს მათი ცხოვრება და ეს ცხოვრებები ჩვენამდე შემორჩენილია და ვიცით, რომ იმ ეპოქის სასწავლებლები თუ კი სადმე რამე არსებობდა, ყველგან უსწავლიათ და აი ეს საერო ცოდნა, რაც კი არსებობდა იმ დროინდელ სამყაროში, თავიდან ბოლომდე საფუძვლიანად ჰქონდა დათვისებული. თუნდაც გრიგოლ ღვთისმეტყველი ბასილი დიდი, მისი კი აღარ მივდივარ ხო, საკმარისია. დასტურად ამისა, რომ იმ ეპოქის უგანათლებულეს ხალხთან გვაქვს საქმე და ამ თეორიულ ცოდნას ბუნებრივია ისინი იყენებენ თავიანთი სწავლებების გადმოცემისას, მაგრამ მეორე მხრივ თეორიულ ცოდნას ემატება ყველაზე არსებითი რაცა და ეს არის თქვათ ასე სულიწმინდით გაბრძნობილობა, ზეგარდამოცოდნის მინიჭება მათთვის და ამ ცოდნის მე უკვე ამ ადამიანთაგან მომუშაკებული ცოდნის განფენა ეკლესიის წიაღში და თუნდაც დღევანდელ დღეს 21 საუკუნეა და ჩვენ ამ შესაბამისი სწავლებებით ხელმძღვანელობთ. და სხვათა შორის დასტურად იმისა, რომ საეკლესიო ლიტერატურა, აქ ამ შემთხვევაში უგულისხმობ ბიბლიასაც და ეკლესიის მამების განმარტებებსაც, ეს არ არის მხოლოდ ადამიანური უნარებით დაწერილი წიგნი, ან წიგნების კრებული, ხო? განვავრცოთ გარეთაც გავიდეთ პატრისტიკული ლიტერატურა შემოვიყვანოთ, ამას ადასტურებს თუნდაც ერთი მაგალითი, რაც მე ხლა გამახსენდა თქვენი საუბრის დროს, აი გრიგოლ დიალოგოსი, დიდი რომაელი მღვდელმთავარი, დიდი წმინდანი ასეთ რამეს ამბობს, რომ დრო ზოგადად იყოფა სამ ნაწილად, ესაა აწყვო, წარსული და მომავალი. აი, როდესაც ასპარეზზე გამოდის წინასწარმეტყველი და ეს ტერმინი გულისხმობს მომავლის ჭვრეტას, ჩვენ ერთი შეხედვით გონია, რომ ის მომავალს უმზერს, მაგრამ სინამდვილეში სამივე დროს მოიცავს და მოსე არის საუკეთესო შემთხვევა. როდესაც მოსემ სამყაროს შესაქმე აღწერა, ჩვენი კონკრეტული საკითხი ესაა, აი ამ შემთხვევაში წინასწარმეტყველებს, რადგან აღწერს ისეთ მოვლენებს, რასაც თვითმხილველი არ აყავს არავინ, კაცთა შორის, ხო, ადამიანი ბოლოს იქნება შესაქმის მე-6 დღეა, ბოლოში შემოდის არსებობაში, ამიტომაც შეუძლებელი ადამიანს დაენახა მის არსებობაში შემოსვლამდე უწინარეს რა ხდებოდა, მაგრამ რადგან ასეთი დეტალური ცნობა ამისგან მოტანილი, აი სწორედ დასტურად ამისა, ეს არის წინასწარმეტყველება, ოღონდ თუ კი დავაკონკრეტებთ წინასწარმეტყველება წარსულის, ანუ იმ დროისა, რაც ადამიანს ფიზიკურად არ დაუნახავს და არ განუცდია. ამ ცოდნას იღებს დროის მიღმიერისგან, ანუ უზენაესისგან, ღმერთისაგან. დიახ, უზენაესი ღმერთისაგან, კი ბატონო. რადგან სამყაროს შექმნაზეა ლაპარაკი, ბუნებრივია თქვენ სათქვით, რომ ჩვენ ყველა თემას ვერ შევეხებით, ალბათ რაღაც დაკონკრეტება უნდა მოვახდინოთ ერთ საკითხზე და მე დრო გვიჩვენებს, როგორ შეიძლება გაშლა ან სხვა საკითხზე გადასვლა. და მოდით პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ალბათ ზოგადი განსაზღვრება წარმოვადგინოთ ასეთი, რომ როგორც ეკლესიის მამები და წმინდა წერილი გვასწავლის, იყო დრო, როდესაც გარდა ღმერთისა არავინ და არაფერი არ არსებობდა. ანუ მხოლოდ ღმერთი თუ შეიძლება ასე ითქვას. მაგრამ რაღაცა დროს, თუმცა ეს დროც ქმნილება უბრალოდ ადამიანური ენა სხვანაირად ვერ გამოთქვამს, ხო? და პირობითი ასეთი გამოთქმა. რაღაცა დროს უზენაესმა ღმერთმა თავისი განგებულებით განიზრახა, რომ სრული არაფრობიდან არსებობაში შემოიყვანა ეს ქვეყნიერება, სამყარო. თავისი მრავალფეროვნებით, როგორც ეს წარმოუდგენელია ჩვენ შემთხვევაში ჩვენს ქვეყნიერებაში, რა. და აი სწორედ ამით იწყებს წინასწარმეტყველი აღწერას წმინდა წერილისას, რომ დასაბამად ქნა ღმერთმან საიდა ქვეყანა. შეიძლება თქოს მოსე წინასწარმეტყველი არის პირველი, ვინც დასაბამი, ასე ვთქვათ, ეს ტერმინი გამოიყენა. დიახ. ანუ მოსე წინასწარმეტყველი არის ადამიანი, რომელმაც ჩვენ გვიჩვენა მოძღვრება იმის შესახებ, რომ იყო დრო, როდესაც არ არსებობდა სამყარო და არ არსებობიდან არსებობაში შემოვიდა. და დროც არ არსებობდა მასთან. იმავდროულად დროც არ არსებობდა. იქნება სამყარო. დროსთან ერთად, დიახ, დროც ისეთივე შესაქმეა, როგორც მატერიალური სამყარო, ხო? იმიტომ რომ სამყაროს გარეშე, ანუ ქმნილების გარეშე ბუნებრივია, რომ დრო არ არსებობს. სამყარომდე და დრომდე უდროობა და სწორედ ამ უდროობაში გიეს მარადის ღმერთი, რომელიც როგორც ეგან აღნიშნეთ, რაღაცა ჟამს თავისი განგებულებით საკუთარ ნებას, როგორც ამას დიდი მოძღვარი წმინდა გრიგოლ მოსელი გვასწავლის, მოქმედებაში მოიყვანს და მოქმედების შედეგი არის ის ბიბლიური 6 დღე, რასაც წმინდა წერილი აღგვიწერს. და აქვე დავაკონკრეტებ, ჩვენ გვაქვს ასეთი ტერმინი, ბერძნული, თუმცა ქართულში ხშირად გამოყენებული ჰექსემერონი. აი შესაქმის დღეები ზუსტად ხშირად შეიძლება ეს მოიშველიოთ და აქვე განმარტება გავაკეთოთ. ჰექსემერონი ეს გახლავთ, როგორც აღნიშნეთ, ბერძნული სიტყვა, კომპოზიტორი ტერმინი, რომელიც ორ სიტყვას აერთიანებს, ჰექსის 6 და იმერა დღე, ანუ 6 დღე ქართულ თარგმანში, მაგრამ ძალიან ასე ვიტყოდ კომფორტული ტერმინია. მისმაგივრად ქართული სიტყვების წყობა ერთ წინადადებას ითხოვს და ამ შემთხვევაში ერთი სიტყვით გადმოსცემ იმას, რაც სრულიად გასაგებს ხდის რაზეა ლაპარაკი. ანუ ჰექსემერონის ხსენებისას ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აქ ლაპარაკი არის შესაქმის 6 დღეზე, პირველ 6 შეულზე, დიახ, სამყაროს ისტორიაში. და ჩვენ ვახსენეთ, რომ ღმერთმა სრული არაფრობიდან შექმნა ქვეყნიერება. ანუ არაფერი არ არსებობდა გარდა ღმერთისა. და გვაქვს თუ არა წმინდა წერილში უწყება იმის შესახებ, რომ არაფრისაგან შექმნა ღმერთმა. და გახსოვთ თქვენ, რომ ანტიკურ ფილოსოფიაში იყო სხვადასხვა ხედვა, რომ არსებული მატერიის თუ ესე იგი განსხვავებული პოზიციებიც იყო დაფიქსირებული, რაღაცა კონკრეტული მოცემულობიდან ხდება გარდაქმნა,
დიახ, წესრიგში მოყვანა იმ რაღაცისა, წინაპირობისა, რის შედეგადაც უკვე მივიღეთ არსებული სამყარო. ძირითადად ელინურ ფილოსოფიაში ესეთი აზრი იყო მიჩნეული. ეს თუმცა იქაც განსხვავდებოდა, როგორც ბასილი დიდი შენიშნავს, ერთი ფილოსოფოსი ერთ სიტყვა და მეორე დაამხობდა პირველის აზრს და საკუთარს გამოთქვამდა, შემდგომ მესამე ასპარეზზე გამოსული მეორესაც დაამხობდა და ასე მუდმივად, ხო? აი მყარი დოგმატური მოძღვრება და ცალსახა, რომელიც არასოდეს არ შეცვლილა ეკლესიის წიაღში, წმინდა წერილშია დაფიქსირებული და კერძოდ მაკაბელთა წიგნებში. ალბათ გვემახსოვრება ეს ეპიზოდი, როდესაც მაკაბელი, უпроსტად სოლომონიას ვაჟების მოწამეობრივი აღსასრული ჟამი დგება, ანუ ისინი ფიზიკურად მოიკვლევიან ტირანის ბრძანების შედეგად, ერთი მეორეს მიყოლებით უფროსიდან დაწყებული უმცროსამდე, რიგითობა ასეთი, ასე განსაზღვრა აი ამ ესე იგი საშინელი ბრძანების გამცემმა და სოლომონი არის დედა ამ ვაჟებისა და როდესაც ყველა შვილი მოუკლეს და მხოლოდ უმცროსი შვილი დარჩა და მან ნახა საფრთხე ისა, რომ უმცროსი შვილი შეშინებულია მოვლენებით, რომ მისი უფროსი ძმები დახოცილები არიან და ყველას აყურებინეს და მათ შორის დედას და უმცროს ძმასაც რაღაცა გარკვეული შიშის მომენტი შეატყო და ზუსტად იქ ამბობს ამ სიტყვებს, რომ ნუ შეგეშინდება. ეს არის ღმერთი, რომელსაც ჩვენ ვეთაყვანებით, ვინც არაფრისაგან შექმნა სამყარო. მე ხშირად პოპულარულია ეს ფორმა ex nihilo, არაფრისაგან ლათინური ხო? უკონტომ ბერძნულში, ანუ არაფრისგან. რაც საეკლესიო დოგმატია, წაღან ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქვეყნიერების შექმნას წინაპირობები არ აქვს. რაღაც კონკრეტული მატერიის, როგორც ამას ქმნილება მიმართავს, ჩვენ როგორც ქმნილებები რაღაცას საჭიროებთ რაღაცის შესაქმნელად, მაგრამ ღმერთი სრული არაფრობისაგან ქმნის და ამაში ჩანს მისი ერთ-ერთი თვისება მრავალთვისებას შორის, რასაც ყოვლის შემძლეობა ეწოდება. დიახ. ძალიან საინტერესოა. მე ვფიქრობ თავში დავასახელოთ რამდენიმე ის ჰომილიები, ანუ ქადაგებები წმინდა მამათა, რომელსაც ემყარება ძირითადად ცოდნა ჩვენი 6 დღის შექმნის შესახებ. და ანუ ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელის და სხვათა მამათებს, რომ მე ვფიქრობ, ამის ცოდნაც აი მაყურებლისთვის აუცილებელია, რომ იცოდეს რა ლიტერატურა არსებობს, რაც უნდა ემყარებდეს და შემდეგ ალბათ ბასილი დიდის 6 დღის, ანუ ამ მისი ქადაგებების მიხედვით და წმინდა გრიგოლ ნოსელის აზრი. აი დღეების მონაცვლეობასთან, აი 24 საათიანი ერთი დღესთან დაკავშირებით და მისი მოსაზრება, რომელზეც თვითონ თავად ამბობს, რომ ეს ჩემი ესე ვთქვათ, კერძო აზრი არის, ძალიან საინტერესო არის. კი ბატონო, როგორც თქვენ ბრძანეთ, მაშინ შევეხოთ ზოგადად ლიტერატურას, ჩვენ პირველი 8 საუკუნე ვახსენეთ, ბევრი საეკლესიო ავტორი გამოსულა ასპარეზზე და პრინციპში ალბათ მეტნაკლებად ყველა ასე შეიძლება ითქვას, რომელსაც რაღაც თუნდაც ფრაგმენტული ეპიზოდური განმარტებები ძველი აღთქმის წიგნისა და ამ შემთხვევაში შესაქმის წიგნისა და დაკონკრეტებულად დაბადების აი ამ სამყაროს შექმნის ისტორიასთან დაკავშირებით აქვს, მაგრამ ყველაზე არსებითები გამოვკვეთოთ და მოდი ასე ვთქვათ, რომ ჩვენ თუ ზოგადად საეკლესიო ლიტერატურას შევისწავლით, ყველაზე უფრო ფუნდამენტური სისტემური ნაშრომები, აი ამ ორ ტერმინს გამოვიყენე, ფუნდამენტური და სისტემური. ანუ სადაც ზედმიწევნითი სიზუსტით შესაქმის დღეების მიხედვით ხდება განხილვა საკითხისა. ფრაგმენტულია, როცა ერთი კონკრეტული ეპიზოდია გამოტანილი წმინდა წერილის რომელიღაც საკითხიდან და აი იმასთან დაკავშირებული განმარტება მოტანილი და აი ამ კონკრეტულ სიტუაციაში, რადგან შესაქმეზე ვსაუბრობ, ყველაზე უფრო ესე იგი ღრმა და ყოვლისმომცველი ნაშრომი, რაც შეგვიძლია ჩვენ დავასახელოთ, პირველ ადგილს გამოკუთვნებდით თქვენ ახსენოთ უკვე წმინდა ბასილი დიდის ცნობილი ჰომილიები 6 დღის შესახებ და გვახსოვს ალბათ რომ ჰომილიების რაოდენობა მარტივად დაითვლება, ეს ტექსტი შემორჩენილია, არ დაკარგულა, მათ შორის ძველი ქართული თარგმანი ორგზის არის, ერთი წინა ათონური და მეორე ათონური თარგმანი წმინდა გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილი, 9 ჰომილია დიდი მღვდელმთავრის მიერ წარმოთქმული მრევლის წინაშე. თუმცა ისიც დავაკონკრეტოთ, რომ ჰომილიები ბუნებრივია ზეპირსიტყვიერი გადმოცემაა სწავლების, ქადაგება, ქართულ თარგმანში ზუსტად ქადაგებას ნიშნავს ეს ბერძნული სიტყვა და როგორც შესაბამის წყაროებში ვკითხულობთ, როდესაც დიდი მღვდელმთავრები გამოდიოდნენ და ქადაგებდნენ და ბუნებრივია ისინი განმარტავდნენ წმინდა წერილს, ხო? ღვთის სიტყვა წმინდა წერილია და ამ სიტყვას განმარტება სჭირდება. თქვენ ახსენეთ, რომ ბიბლიაში ხშირ შემთხვევაში მოკლედაა სათქმელი გადმოცემული და სხვათა შორის ოდნავ თემიდან გადაუხვევ, აქაც ერთი განმარტება მახსენდება დიდი მღვდელმთავრისა წმინდა ივანე ოქროპირისა, ის ასეთ რამეს ამბობს, რატომ არ არის წმინდა წერილი თან განმარტებითად ჩვენამდე მოტანილი. და ეს საკითხი ბევრნაირად შეიძლება განიმარტოს, ჩვენ ერთი კუთხეს წარმოჩენა გვინდა. წმინდა ოქროპირი ასეთ რამეს გვეუბნება, წმინდა წერილს და ღმერთს სურს რომ აზროვნება გვასწავლოს. ამიტომაც სათქმელს მოკლედ გვეუბნება და გვიტოვებს სივრცეს ადამიანებს, გონიერ ქმნილებებს, რომ ჩვენ ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ და ამ ფიქრი და მსჯელობით ჩვენი გონება განვავითაროთ უფრო აღმატებული სწავლისთვის. გარდა ამისა ერთი კომენტარი მინდა ამასთან დაკავშირებით გავაკეთო. აი, როდესაც ყველა ეპოქის ადამიანს
იქ ახალი არაფერი არ არის წმინდა წერილში თავისთავად ეს ცოდნა მოცემულია, მაგრამ ყველა ეპოქის ადამიანის შესაბამის ენაზე და შესაბამის არგუმენტები ჭირდება იგივე ცოდნის გადმოცემა. ფაქტობრივად ეს დოგმატიკის ესე ვთქვათ, აი მეცნიერების ან განვითარებისაც ამას გულისხმობს, რომ ანუ ახალს კი არაფერს არ აღვავს ადამიანი, მაგრამ იმ საზოგადოებისთვის გასაგებენაზე განმარტავს იმას, რაც ისედაც უკვე ცნობილია და მან ცოდნისას იცის და მეორე მინდა ვთქვა, აი ჰომილიებთან დაკავშირებით რაც ის ლიტერატურა რაც დღეს არსებობს, ანუ ქადაგებები, ჰომილიები, ესენი მოგეხსენებათ ყველა არის ჩაწერილი. ანუ ხელით იწერებოდა მაშინ ქადაგებები. ალბათ ამაზე ბევრად მეტი არის ნაქადაგები მამათა მიერ, მაგრამ შემორჩენილია მხოლოდ ის, რომელიც ჩაწერება, როცა ჰომილიას ვეხებთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც წმინდა წერილის კომენტარს ვკითხულობთ რომელიმე მამის, ძირითადი ნაწილი არ არის ეს საგანგებოდ დამჯდარი და დაწერილი, არამედ ქადაგების დროს წარმოქმნილი ძველი და ახალი აღთქმის მათ შორის. და რადგან ეპისკოპოსების ქადაგებების ჩაწერა ხდებოდა, განსაკუთრებით განსწავლილ მამათა და ესენი შემორჩა და კიდევ ამ გარდა ამისა არსებობდნენ მამები ღვთივგამბრძნობელი, ანუ სული წმინდის მადლით დამტენელი და რომელმაც გონებითად იცის და წვდება ძალიან ბევრ სიღრმეს, მაგრამ ტერმინოლოგიურად თავში რო ვახსენეთ თეორიული განათლება, ასე ვთქვათ, ამ ქვეყნიური ან ფილოსოფიური არ გააჩნია, რომ ეს გამოთქვას ისე, რომ ის შემდეგში წერილობითად დარჩენილიყო. ესეც არსებობს და დარჩა მხოლოდ ის, რომელთანაც ორივე ერთად იყო, სულიერი მხარე და ასე ვთქვათ, მეცნიერული მხარე. აბსოლუტურად პოპულარული გაგებით არა მაშინ. აი თქვენი სიტყვების დასტურად რამდენიმე მაგალითი გამახსენდა და აქაც ცოტა შევამოკლებ სათქმელს. წმინდა ბასილი დიდი 8 წელი იყო მღვდელმთავარი. და წარმოიდგინეთ, რამდენი ქადაგება ექნება მასთან თქვა. მე ხარ 8 წელი არ არის პატარა დრო. მით უმეტეს მსახურება კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც და ამას მიმატებული შუაკვირის დღეებიც, ხო? და უამრავი ქადაგება აქვს წარმოთქმული, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, ის რაც ჩაიწერა და ალბათ ნაწილის დაკარგულია და ყველა ჩვენამდე არ მოსულა, მხოლოდ ეს არის შემორჩენილი, რისი გაცნობის საშუალება ჩვენ გვაქვს. და მეორე მხარე, რაც თქვენ თქვით, გასაგებენაზე გადმოცემა. ეს ზოგადი საეკლესიო პოზიცია ასეთია. საეკლესიო მოძღვარს აქვს ვალდებულება ამისა, რომ გასაგებენაზე იქადაგოს იმ ეპოქის საზოგადოებისთვის, საზოგადოების გონებისთვის საწვდომ ენაზე გადმოსცეს სათქმელი და ისევ ნიმუში და მაგალითი წმინდა ბასილი დიდის ცხოვრებიდან და გავიხსენო, აი ჰომილიები რა ჩვენ ვახსენეთ, ხო, პირველ ადგილზე ეს დავასახელეთ 6 დღის შესახებ, როდესაც ტაქოგრაფებისგან, ეგრეთ წოდებული სწრაფმწერებისგან ეს მათი ვალდებულება იყო განსწავლული ხალხი, ვისაც შეუძლია ქადაგების დროს სწრაფად წარმოთქმული წინადადებები ჩაიწეროს. ესეც მარტივი საქმე არ არის, თუ ადამიანი ამაში პროფესიონალი არ გახლავთ, გამოვიყენებ ამ სიტყვას, ასე მარტივად ვერ შეძლებს, ხო? ქადაგებელი არ გაჩერდება, ეს მუდმივად ახალ საკითხზე გადადის და შენ უკან გაყვე და თან წერდე, ამას თავისი სერიოზული გამოცდილება, სისწრაფე სჭირდება, გონების სისხარტი და ასე შემდეგ. ავარჯიშებს, როდესაც დღეს აღარ კეთდება, ხო, ძირითადად იმით იწერენ ხმოვანი. ლექციების ჩაწერა ხდებოდა ხოლმე ხელით და სტუდენტი როცა ხელით იწერს ლექციას, თუ ძალიან იქ ძირითადად იმის ჩაწერას ახერხებს, რაც მისი გონება აღიქვამს და ის მე მუდმივ მეხსიერებაში რჩება და ძალიან კარგად. ესეც იმის დასტურია, რაც თქვენ თქვით, რომ ალბათ ეს ჩანაწერები სრულად ვერ ასახავს იმას, რაც თავის დროზე ამბივინდან იყო წარმოქმნილი, რომ შეუძლებელია ყველა სიტყვა ჩაიწერო ადამიანმა, ხო? კი მიყვები უკან და ძირითადს აფიქსირებ, მაგრამ ძირითადის მიღმა შეიძლება რაღაცა იყოს ეწურებანი საკითხები, რაც ბუნებრივად ვერ მოესწრება ერთი ადამიანისგან, როდესაც მას კალამი უკავია ხელში და სხვის ზეპირსიტყვიერ ქადაგებას იწერს. და აი სხვათა შორის აი ამ ჰომილიებში ხა მაგალითად იმიტომ მოვიტანე, რომ როდესაც ეს გავრცელდა შემდგომში უკვე ჩანაწერის სახით, უკვე შრომის სახით და ბევრმა სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის ქრისტიანულმა საზოგადოებამ წაიკითხა, ვიღაცებმა, ვინც ცოტა უფრო სწავლულები იყვნენ, წიგნიერები იყვნენ, ეს საზოგადოებას განსხვავდება, ხო? მით უმეტეს იმ ეპოქაზე ლაპარაკის სკოლები არ არსებობდა და ასე მასიური განათლება არ იყო. გარკვეული ბრალობა გამოთქვეს, როგორც ამას გრიგოლ მოსელი შენიშნავს ბასილი დიდის მიმართ, რომ თითქოს მარტივიენით ელაპარაკება მსმენელებს და ძალიან კარგი განმარტება მოგვცა იმ კუთხით, რაც თქვენ ბრძანეთ გრიგოლ მოსელმა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ვის ელაპარაკებოდა იქ, რატო ასე მარტივი მისი ქადაგებები და შესაბამისი განსაზღვრება ასეთია, რომ მის გარშემო არის შემოკრებილი ხალხი, რომელიც დილით რომ მირვიძებს, ფიქრობს იმაზე, ოჯახში ერთი ლუკმაპური როგორ შემოიტანოს, მათ არიციან წიგნი, არიციან რაღაცა ფილოსოფიური, თეოლოგიური ღრმა, ეს არ არის მათში განვითარებული. იყვნენ ასაკოვანი ადამიანები, იყვნენ ახალგაზრდები, ღრმები, შესაბამისად თუ კი ის იმ სიღრმეებით ისაუბრებდა, რაც მისთვის ბუნებრივი იყო და ამის წვდომა და უნარი გააჩნდა და ამის დასტური, ამისი შემოქმედება წერილობით იყო, მხოლოდ ერთ ნაშრომს დავასახელებ სულიწმინდის შესახებ, იმის იქით აღარ მივდივარ, როგორი უნარების მქონე იყო წმინდა ბასილი დიდი, კარგად ჩანს, ხო, როგორ ღრმად შეძლო საკითხის
განხილვა, მაგრამ რადგან საზოგადოება ამ სიღრმეებს ვერ შეიმეცნებს, ის ივალდებულებს თავს, რომ იმენაზე ელაპარაკოს და ისეთი ესე იგი დონე განსაზღვროს მოძღვრების გადმოცემისა, რაც საზოგადოებისთვის გასაგები იქნება. ასე რომ ეს მაგალითია ყველა ეპოქაში ნებისმიერ ვითარებაში, როგორ შეიძლება ურთიერთობაში შესვლა ადამიანებთან. და ჩვენ საუბრობდით, დავიწყეთ საუბარი სამყაროს შექმნის შესახებ. და სხვათა შორის თქვენ ახსენეთ ერთი ეპიზოდი, რომელიც ასევე გონება ძალიან საინტერესო და აღიქვა და ერთი მაგალითი მეც მომივიდა აზრად ვქნეთ კაცი ხატებისეებ და მსგავსებისეებ ჩვენისა და რომ არსებობდა მოსაზრება თითქოს ეს ნაცვალსახელი მრავლობითით გამოყენებული და ზმნა ასევე მრავლობითით დამოწმებული პოლითეიზმის საფუძველი, ანუ ბიბლია გვაძლევს მრავალღმერთიანობის შესახებ სწავლებას, ხო? ვიღაცები წმინდა წერილში გადმოცემულ სწავლებას უკეთურად იყენებენ, ამის უამრავი მაგალითი გვაქვს, თუნდაც საეკლესიო ისტორიას თუ გადავხედავთ. ძირითადად ყველა ერესი ლათინურად სექტა ამას წარმოადგენს. რატომ ესეც ბუნებრივია და რატომ არის ბუნებრივი? აი პირობითად ასეთ მაგალითს ვეთქვი. ვიღაცას უნდა რაღაც ისეთ სწავლება განავითაროს და შემოიტანოს ეკლესიის წიაღში, რაც არ არის საეკლესიო. მან რომ ვიღაც ავტორი დაასახელოს ეკლესიის გარეთ ყოფი. საეკლესიო წიაღში მყოფი ადამიანი ხო კითხავენ, კი, მაგრამ ის ავტორი რა შუაშია საეკლესიო სწავლებასთან და ხერხია ერთგვარი, კარგად მოფიქრებული ხერხი რა აზრს მოარგოს სიტყვებს. მინდა წერილში გადმოცემული სწავლება, ამის მაგალითებიც არსებობს ეკლესიის ისტორიაში, როგორც აღარ მომბობდით და აი თქვენ საეკლესიო ხედვა იმ საკითხის ასევე თქვით, რომ მაგ ყოვლადწმინდა სამების შესახებ მითითება, რომ ადამიანს და სამყაროს ქმნის არა ერთპიროვანი ღმერთი, არამედ ერთბუნებოვანი, ერთარსი, მაგრამ სამ ჰიპოსტაში განცხადებული მამაშიძესა და სულიწმინდაში შემეცნებული უზენაესი. მაგრამ ნახეთ, ნეტარი ავგუსტინეც ასევე იყო ჩვენს ჩამონათვალში ეკლესიის მამების ახსენებული, როგორც ეს დიდი მოძღვარი აღნიშნავს, ხშირად მიუთითებენო და ამბობენო, რომ დაბადების წიგნის პირველი თავის 26 მუხლშია გადმოცემული პირველგზის ხსენება ყოვლადწმინდა სამების თაობაზე. ვქმნეთ და ჩვენ, ანუ ზმნა და ნაცვალსახელი. თუმცა წმინდა წერილი საფუძვლიანი შესწავლაო გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რომ არა 26 მუხლში დაბადების წიგნის პირველი თავის, არამედ პირველივე ორ მუხლში იყო გაცხადებული საიდუმლო სახით სიმბოლურად ალეგორიულად სახისმეტყველებითა და აი რამდენიმე ტერმინი შეგვიძლია მოვიშველიოთ, რომ ერთარსი ღმერთი სამპიროვანი. და აი ჩემი მიერ ხსენებული ფრაზის განმარტებას ასეც გვთავაზობს, მოსემ ამით დაიწყო სწავლების გადმოცემა, როგორი ღმერთი ქმნის სამყაროს, არა ერთპიროვანი, არამედ სამპიროვანი. და მოდით ეს ფრაზა გავახმოვანოთ პირველი ორი მუხლი. დასაბამად ქმნა ღმერთმან საიდა ქვეყანა, ძველი ქართული მოგვაქვს და ქვეყანა იგი იყო უხილავი და განუმზადებელი და ბნელი ზედა უფსკრულთა და სული ღვთისა იქცეოდა ზედა წყალთა. აი ეს ფრაზა ჩვენგან მოტანილი თავის თავში დაიცავს მოძღვრებას ყოვლადწმინდა სამების შესახებ, რომ სამყაროს შემოქმედი ღმერთი მერე რომ გაიშლება მესამე მუხლიდან მოყოლებული და თითო დღეს ჩამოთვლილია და რა იქნება კონკრეტულად, ხო, სათითაოდ ყველა ქმნილება დასახელებულია სახელდებით, აი ამ ქმნილებების შემოქმედი ვინ არის? და ბუნებრივად იბადება კითხვა, სად ჩანს ამ პირველ ორ მუხლში ყოვლადწმინდა სამება. ნეტარი ავგუსტინესეული განმარტება ასეთია: სული ღვთისა იქცეოდა ზედა წყალთა. ანუ მეორე მუხლი დაბადების წიგნის პირველი თავისა. სული ღვთისა პნევმათეო სეპტუაგინტაში ასეთი გამოთქმა გვაქვს. ეს არის ყოვლადწმინდა სამების მესამე პირი. ნუ პირობითად ამ ჩამონათვალს თუ ამ ფორმით ავიღებთ რა, რადგან მათ ხვარმა შემოგთავაზა თავად, წავედით და მოიმოწაფეთ ყოველ წარმართი და ნათელესით სახელი და მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა და აი ეს პირობითი დაყოფა აქედან იღებს დასაბამს. ანუ სული წმინდა, სული ღვთისა, რომელიც წყალთაზე და იძროდა. ისე ბერძნული ტერმინი საინტერესოა იმ გაგებით, რომ სულში ქართულში შეიძლება მოვიაზროთ სამშვენველიც, სულიც და პნევმაში ძირითადად პიროვნება მოიაზრება ბერძნულად. მაგ კონკრეტულ შემთხვევაში სული ღვთისა, როდესაც გამოითქმის, დიახ, ეს კიდე ერთი ისეთ საინტერესო ცალკე საკითხია, ძალიან მოკლედ შევეცდები. ცოტა ანთროპოლოგიური და რთული საკითხია. ხო, და ალბათ შეიძლება ერთი გადაცემას კი მიეძღვნას, მაგრამ ზოგადად მაინც ასეთ რამეს ვიტყვი, წმინდა ათანასე ალექსანდრიელს აქვს საგანგებო განმარტება ამ საკითხზე და ასეთ რამეს ბრძანებს სული წმინდა წერილში სხვადასხვა ფორმითაა. ჰიპოსტაზი გულისხმება, საფრთხე ჰიპოსტაზი წარმოჩენილი, მაგრამ ჩვენ რომ მივხვდეთ, როგორ ხდება ესე იგი როგორ უნდა გავიაზროთ სწორად კონკრეტულად ჰიპოსტაზი მოიაზრება თუ სხვა რამე და ჩვენ პნევმა ვახსენეთ ტერმინი, ხო, ქართულად სულად არ პნევმა შესატყვისებს თუ ნახავთ ლექსიკონურს, იგი ბევრი სათანადო სიტყვაა მოხმობილი, მათ შორის ჰაერს ნიშნავს, მათ შორის ნიავს ნიშნავს და ასე შემდეგ, ხო? ამიტომაც აღრევა რომ არ მოხდეს, პირველ რიგში კონტექსტია მნიშვნელოვანი, როგორც წმინდა ათანასე აღნიშნავს და იმავდროულად კონტექსტთან ერთად ყურადღება უნდა მივაქციოთ, საზღვრელთან ერთად არის თუ არა წარმოდგენილი ეს ტერმინი. და როდესაც საუბარია სული ღვთისა, ანუ ამ შემთხვევაში სული და მისი
ის საზღვრელი ღვთისა, ვის ეკუთვნის, ეს მიგვითითებს იმას, რომ ყოვლადწმინდა სამების ჰიპოსტაზია ლაპარაკი, არა ზოგადად რაღაცა ჰაერზე, ქარზე, ქროლვაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ისევ ძირითად თემას თუ დაუბრუნდებით, აი მესამე ჰიპოსტაზი, სულიწმინდის ჰიპოსტაზი, სად არის ნაჩვენები, ავგუსტინესეული განმარტება ასეთია. რაც შეეხება დარჩენილ ორ ჰიპოსტაზს, განმარტება მისი გრძელდება დასაბამად ქმნა ღმერთმა. ღმერთის ადგილზე ბერძნულში სეპტუაგინტაში გვხვდება ტერმინი თეოს. პოპულარული საყოველთაოდ ცნობილი, ხო? აი ეს ტერმინი თეოსი მიემართება მამის ჰიპოსტაზს. ამას გვეუბნება ნეტარი ავგუსტინე. ორი ჰიპოსტაზი გამოიკვეთა. ჩემთვის პირადად ყველაზე საინტერესო იყო სად არის დარჩენილი სივრცე, ვეძებოთ ძეღმერთთან დაკავშირებული სწავლება. და მისი განმარტება ასეთია. პირველივე სიტყვა, რაც დაიმოწმა წინასწარმეტყველმა მოსემ, დასაბამად ეს მიემართება ძეღმერთს, მაგრამ არგუმენტი რა არის ამისა? სახარება იოანესი კონკრეტულად, სადაც მაცხვარი საკუთარ თავს დასაბამს თვითონ უწოდებს. ბერძნულში მოგეხსენებათ იოანეს სახარება ბერძნულად დაიწერა, ანუ პირველ წყარო სახარებისა ბერძნულია, ძველი აღთქმისა ებრაული, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში სეპტუაგინტას თარგმანს ვიშველიებთ, როცა ძველ აღთქმაზეა ლაპარაკი. ძველი აღთქმის სეპტუაგინტის თარგმანში გვხვდება ტერმინი არხე, ენარხე, ასე იწყება ბიბლიური ტექსტი და იოანეს სახარებაში მაცხვარმა თავისთავად არხედ მოიხსენია. აი ეს არის დასტური ავგუსტინესეული განმარტების მიხედვით, რომ იქვე დასაწყისშივე დიდი წინასწარმეტყველი საღვთო მადლით გამბრძნობილი და გონებით გაბრწყინებული ამიდუმალებას გამოთქვამს, თუმცა არა პირდაპირ. ამას გასაიდუმლოება სჭირდებოდა, ეპოქა ისეთია, რომ საზოგადოება ადვილად და მარტივად ვერ გაიგებს ღვთის სამპიროვნულობას, წარმართობისკენ და მრავალღმერთიანობისკენ მიდრეკილი და გამოყენებულია სათანადო ფორმები, რაც ამ შემთხვევაში საიდუმლო სახით სწავლების გადმოცემას გულისხმობს. მაგრამ აი პირველივე მუხლი ამიდუმალების დამდებია თავის თავში, რომ სამყარო შემოქმედი ღმერთი არის არა ერთპიროვანი, არამედ მამაში, ძესა და სულიწმინდაში განჭრეტილი განცხადებული უზენაესი. საინტერესო სეპტუაგინტა ახსენეთ, ახლა ეს ტექსტუალური თემა არის და თარგმანები ამ გადაცემის მიზანს არ წარმოადგენს, მაგრამ მნიშვნელოვანი აღინიშნოს ერთ ძალიან მოკლედ, რომ ეს ამ 70 მთარგმელის, პირობითად 70 სულ ყველა მათგანი იყო ებრაელი უხუცესი, ანუ ძალიან კარგად მცოდნე შესაბამისად ებრაული ენის, იმ ძველი აღთქმის წიგნების და ამ შემთხვევაში აქ ცდომილებასთან და თარგმანებში გარკვეულ ცდომილებასთან ფაქტობრივად გამოირიცხება ეს მხოლოდ აქედან გამომდინარე ამ არგუმენტიდან, მაგრამ გარდა ამისა ჩვენ ვიცით ბევრი რამ, რომ ეს სულიწმინდის მადლით და მით არის ნათარგმნი და ამასთან დაკავშირებით კიდევ ბევრი კომენტარის გაკეთება შეიძლება. თუ შეიძლება გავყვეთ აი ამ დღეებს, ახლა ჩვენ პირველ დღეზე ვისაუბრეთ და თქვენ აღნიშნეთ ამ ეს ორი სტიქია ფაქტობრივად, რომ მიწა და წყალი იქნება და მიწა უსახურია, როგორც ბიბლიაში ნახსენები. ანუ არ ჩანს მიწა, თან სიბნელეა, ჯერ სინათლე შექმნილი არის, ჩვენ ვიცით რომ ნათობები შემდეგ იქნება და არა პირველ და მეორე დღეს. ეს საინტერესოა და ამასთან დაკავშირებით ალბათ უკვე შემდეგ გადავართ წმინდა გრიგოლ ნოსელის, ასე ვთქვათ, კერძო, ასე ვთქვათ, აზრთან. მყართან დაკავშირებით მყარი რას წარმოადგენს და როგორ. უბრალოდ ჩვენ რახან დავიწყეთ დაუსრულებელი რომ არ დავჭეს, ერთს დავხარჯავ, სულ ჩვენ ლიტერატურა ვახსენეთ და უბრალოდ თემამ გადაგვიტანა, იმდენი ქვესაკითხებია რომ რაღაც ბუნებრივად ხდება ერთი საკითხიდან მეორეზე გადასვლა. ბასილი დიდის ომილიები 6 დღის შესახებ. მეორე ფუნდამენტური ნაშრომი, რომელიც შეგვიძლია და სისტემური თან ორი ტერმინი გამოვკვეთეთ, დავასახელოთ სამყაროს შექმნასთან დაკავშირებული მოძღვრებების გასაზრებლად, ეს არის წმინდა გრიგოლ ნოსელის კაცისა შესაქმისათვის. და რიგითობაც ასეთია. ბასილი დიდის ომილიების შემდგომ, როდესაც ბასილი დიდი მე-6 დღეს თან მივიდა და ადამიანთან დაკავშირებული ვერ მოასრო, დიახ, გარდაიცვალა და რადგან საზოგადოებაში გაჩნდა მოთხოვნილება, რომ აი ყველაზე მნიშვნელოვანი საღვთო შესაქმეში, რადგან ადამიანია ანთროპოლოგიური მოძღვრება ყოფილიყო საეკლესიო წიაღიდან გამოსული, პეტრე სებასტიელი, ბასილი დიდის ძმა, თხოვნით მიმართავს გრიგოლ ნოსელს, ასევე ძმას ბასილი დიდისას და პეტრე სებასტიელისას, ერთი დედის წიაღიდან გამოსული ადამიანების შესახებ საუბრობთ ახლა და სწორედ ეს დიდი მოძღვარი, ერთ-ერთი გამორჩეული მოძღვარი ეკლესიის ისტორიაში საფუძველს უყრის ასე იგი ყველაზე მნიშვნელოვან ანთროპოლოგიურ ნაშრომს, რომელიც თვითონვე ბატონო 30 თავად დაყო და ამ გაგებით სისტემური სახელმძღვანელოა, რომ როგორც წესი თავებად დაყოფა იმ ძველ ეპოქაში არ ხდებოდა, მაგრამ აი საგანგებო შრომები ასეთ ფორმას იძენდა ავტორთაგან და ეს გახლავთ კაცისა შესაქმისათვის, ადამიანის შექმნის შესახებ თანამედროვე ქართულზე თუ ვთარგმნით. გარკვეული დრო გავიდა, აქაც შევამოკლებს ათქმელს და იგივე წმინდა გრიგოლ ნოსელი წერს ახალ ნაშრომს, ასევე ბიბლიურ შესაქმესთან დაკავშირებულს, რომელიც ძველი ქართული სათაური გახლავთ პასუხი აქვს თამათ დღეთათვის. თანამედროვე ქართულზე თუ თარგმნით, ბატონ ეჯითის სათაური ასეა გადმოტანილი აპოლოგია 6 დღის შესახებ. ანუ აი ეს ზუსტად ეს 6 დღიანი შემოქმედება უზენაესი ღმერთისაგან, წმინდა გრიგოლ ნოსელისაგან ამ ნაშრომში განიმარტება და ძალიან ღრმა და საფუძვლიანად განიმარტება. მამაგიორ, თქვენ პირველი ორი მუხლი ახსენეთ და მოდით ერთი საკითხის განსაზღვროთ, რიგითობა ალბათ უფრო ლოგიკური ასეთი იქნება და პრინციპში თქვენ ეს რიგითობა უკვე დაასახელეთ.
როგორ ქმნის ღმერთი სამყაროს. პირველი საკითხი გამოვკვეთოთ ჩვენი საუბრის თემაში, რასაც მოვასწრებთ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, ეს იყოს. რაც გულისხმობ, იცით, აქაც დაკონკრეტება საჭირო, როგორ ქმნის, შეიძლება ცოტა უცნაურად გახმოვანდეს მსმენელის წინაშე, როდესაც ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, მაგალითად ადამიანები ქმნილებები ვართ. თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო მცირედი საქმის აღსასრულებლად დრო გვესაჭიროება, ხო? პირობითად რა გითხრათ ახლა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე რაღაცა გადავდე, ხო? ერთი წამი შეიძლება დავხარჯე, მაგრამ ეს წამი უკვე დროა. და მე რადგან ქმნილება ვარ, დროს ვექვემდებარებ. ესაა ეკლესიის მამების განმარტება. მე არ შეიძლება udroობაში მოქმედებდე, რატო? udroობაში მხოლოდ უზენაესი ღმერთია და აი მისი შემოქმედება, მისი მოქმედება დროის მიღმა დგას. ჩვენ ქმნილებები ყველანი დროს ვექვემდებარებით და რადგან იყო დრო და არ ვარსებობდით და რაღაცა დროს მყოფობაში შემოვედით და დასაბამი ჩვენი არსებობისა დრო არის, აი ამიტომაც ჩვენი ყველა მოქმედება დროს საჭიროებს. აი ეს შეკითხვა დაისვა თავის დროზე, როცა ეს ფუნდამენტური ნაშრომები იწერებოდა, ბევრი ფილოსოფიური აზროვნების მქონე ადამიანი, რომელიც ანტიკური ფილოსოფიიდან, ესე იგი, ნასაზრდოები იყო და კარგად იცნობდა თავის დროზე დიდი მოაზროვნების მიერ გამოთქმულ სწავლებას, ისინი ამ შეკითხვებს ვამნენ. კი, მაგრამ სამყაროს შექმნა ხომ 6 დღეს უკავშირდება. ანუ დროში განფენილი პროცესია და აქვე ისიც უნდა ვთქვათ, ეს კიდე ცალკე თემაა და ალბათ სიღრმისეულ განხილვას მოითხოვს, მაგრამ შესაქმის დღეები 6 ეს არ არის პირობითი სიმბოლური მოცემულობა. საეკლესიო ლიტერატურას თუ ვნახავთ, პირველი დღე პირველი, ანუ განსხვავდება მეორისგან, მეორე დღე სხვა და ასე შემდეგ, ხო? ვიდრე მე-6 თუ მე-7 დღის ჩათვლით, როდესაც ღმერთმა განისვენა. აბსოლუტურად სხვადასხვა დროზეა ლაპარაკი, როგორც დღევანდელი დღე დღევანდელია და გუშინდელი უკვე წარსული. აი ზუსტად ეს მოცემულობა გვაქვს. აი რადგან განსხვავებული დღეებია და აშკარად დროში გამწობილად მიმდინარეობს შემოქმედება და მოდით აქვე დავასახელოთ. პირველ დღეს შექმნა ღმერთმა მყარი, თუმცა მკაცრ ტერმინოლოგიას თუ დავიცავთ, ეს არ არის პირველი დღე, დღე ერთია და პირველი და ერთი სხვადასხვა, ერთი რაოდენობითია, მეორე რიგობითი რიცხვითი სახელია. მეორე დღეში ღმერთმა შექმნა სამყარო, ან მყარი, ორნაირად გვაქვს ეს ტერმინი, სამყაროი ძველ ქართულად, ბერძნულად სტერეომა, რითაც წყლები ორად გაიყო, მყარზედა და მყარს ქვედა წყლები მივიღეთ. მესამე დღეს გამოჩნდა ხმელეთი, პირველი მოქმედება ასეთია და ამ ხმელეთმა ყველა სახის მწვანე საფარი აღმოაჩენა. მეოთხე დღეს იქნებიან ციური სხეულები, როგორც თქვენ ახსენეთ. მეხუთე დღეს იქნება ცხოველთა უტყვი არსებების ორი სახეობა, ალბათ ჯუბიასი დავაკონკრეტოთ, ცის ფრინველები და ზღვის თევზები. მეექვსე დღეს იქნებიან ხმელეთის ცხოველები და იმავე მეექვსე დღეს უკვე სულ ბოლოს შემოქმედება უზენაესა, ეს არის ადამიანი. ანუ პროცესი აშკარად დროში გაწელილია. დროს ექვემდებარება ღმერთისგან აღსრულებული შესაქმე და აი პირველი შეკითხვა ამ მიმართულებით დაისვა. და ეკლესიის მამები, როცა საღვთო შესაქმეს განმარტავენ, რასაც უპირველეს ყოვლისა გვთავაზობენ ეგზეგეტიკის სახით, ეს არის სამყაროს შემოქმედება. დროში გამწობილი მოცემულობაა თუ მყისიერი და მყისიერებაში იგულისხმება დროის გარეშე აღსრულებული მოქმედება. და მოდით ჯერ ზოგადად შევაფასოთ, ზოგადი საეკლესიო სწავლება ასეთია, ყველა მოძღვართან დაცული, აბსოლუტურად იქ განსხვავება ჩვენ არანაირი არ გვაქვს. რაღაც ნიუანსური სხვაობები გვხდება განმარტებებში, მაგრამ ამ საკითხში ყველა მათგანი ერთსა და იმავე პოზიციას აფიქსირებს. სამყაროს შემოქმედება უზენაესი ღმერთისა, ეს არ არის დროში განფენილი პროცესი. რატომ? რადგან ის ზედროულია, ზედროულს რაღაცის აღსასრულებლად, ანუ საქმის ბოლომდე მისაყვანად დრო ასჭირდება. მისი ნება და საქმე ერთია, როგორც მინდა გრიგოლ ნოსელი თუ ბასილი დიდი შენიშნავს და რადგან ნება და საქმე ერთია, ინება თუ არა, მისი ნანებები მყისიერად საქმედ იქცა. მაგრამ აი აქ იბადება შეკითხვა, თუ ღმერთი მყისიერად ქმნის სამყაროს, მაშინ ეს ბიბლიური 6 დღე რა არის? და სხვათა შორის, აი ეს 6 დღიანი შემოქმედება უზენაესი ღმერთისგან აღწერილი მოსეწინასწარმეტყველის მიერ გარკვეულწილად მე-4 საუკუნეში, როგორ ვთქვა, აი უფრო სწორი რომ იყოს, თითქოს და პრობლემას ქმნიდა და რა კუთხით ქმნიდა ისეთ პრობლემას ვიღაცეებმა, რომლებიც არასაეკლესიო ხედვით ხელმძღვანელობდნენ, გამოიყენეს ზუსტად ეს მოცემულობა წმინდა წერილში არსებული. და აქ დავაკონკრეტებ, ძალიან ზოგადია, გაუგებარი იქნება რისი თქვა მინდა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში ასპარეზზე გამოჩნდა ეკლესიის წიაღში ძლავრი ერეტიკული სწავლება, რომელსაც არიანელობა ეწოდება. სათავეში არიოზი დგას, თუმცა მის მიღმა ის პრესვიტერი ალექსანდრიელის ეპისკოპოსებიდან და ეს არის ერთგვარი საყვირი მათ ხელში, იმიტომ რომ აქვს ამის უნარი, კადნიერება და ასე შემდეგ. კარგი მქადაგებელია. კი ბატონო, აი ამ შესაძლებლობებს ფლობს და გამოყენებადი კაცია იმათგან უკამდგომი საზოგადოებისაგან და მისი მოძღვრების და მათი მოძღვრების არიანელთა მოძღვრების თავარი პოზიცია რა იყო? თავარი შინაარსის ღვთისმეტყველო და რომ იყო დრო, როცა არ იყო ძე. აი მოკლედ ფორმულას თუ ავიღებთ, ასეთია, ხო? ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მან ყოვლადწმინდა სამებაში შემოიტანა ერთგვარი იერარქია. თუმცა დავაკონკრეტოთ, ამ იერარქიაში რა მოიაზრება? რომ ჩვენეული ტერმინოლოგიით მამა არის დაუსაბამო და მარადიული ღმერთი, რომელიც ქმნის ძეს.
აი სამყარო უშუალოდ 6 დღიანი შემოქმედება უკავშირდება არა მამას ყოვლადწლიერ ზედროულს, ყოვლის შემძლეს, არამედ მამისაგან არსებობაში შემოყვანილ ძეს. რადგან ძე არსება არიანული მოძღვრების მიხედვით, ჩვენ რა ვთქვით, ქმნილება დროს ექვემდებარება, დროს საჭიროებს რაღაცის აღსასრულებლად. თავად ქმნილება ძე, კვლავ ხაზი გავუსვათ არიანული სწავლების მიხედვით, საჭიროებს დროს იმისთვის, რომ მან სამყარო შექმნას. თუმცა იერარქიაში, ღვთის შემოქმედების იერარქიაში მას პირველი ადგილი უკავია, ყველაზე უფრო აღმატებულია, ყველაზე უფრო დიდი. აი ამიტომ მივიღეთ 6 დღე. სხვანაირად ძე თავად ქმნილება სამყაროს ვერ შექმნიდა, მას დრო ესაჭიროებოდა და ძალიან მზაკვარი გამოვიყენება ამ სიტყვას, მზაკვარი ლოგიკა იყო და რატომ იყო, იცით, მზაკვარი ლოგიკა? აი პირობითად თუ გავაცოცხლებთ სურათს და ის შემოვიდოდა პაექრობაში წმინდა წერილით მოხემძღვანელი ადამიანებთან, რომლებიც მოუმზადებელნი იყვნენ პასუხის გასაცემად, დასვამდა ასეთ შეკითხვებს. არის თუ არა ღმერთი ყოვლადწლიერი? ნუ ბუნებრივია უნდა უპასუხოთ, არის ყოვლადწლიერი. მორიგი შეკითხვა, ყოვლადწლიერ ღმერთს ჭირდება თუ არა დრო რაღაცის შესაქმნელად? დავანებოთ ყველანაირ ლიტერატურას თავი. ისე ვიმსჯელოთ. ლოგიკურად ყოვლადწლიერი თუ არა და ზედროულია, ყოვლადწლიერი და ზედროული დროს არ უნდა ექვემდებარებოდეს. ადამიანური ლოგიკა აქეთკენ ჩვენ უნდა უპასუხოთ არა. კარგით, ესე იგი ყოვლადძლიერს და ზედროულს დრო არ სჭირდება სამყაროს შესაქმნელად. ბიბლიაში რას ვკითხულობთ? როგორ არის საღვთო შესაქმე აღწერილი მოსესგან? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ დასაბამად სადა ქვეყანა, ის ქვეყანა მიწას ნიშნავს, კი ბატონო, თანამედროვე ქართულში, მერე 6 დღე, სადაც დროითი განსხვავება, აბა რა ვთქვით, რაზე შევთანხმდით თავში, რომ ზედროულს და ყოვლადძლიერს დრო არის საჭიროება, ხო? თითქოს და ჩეხში გვაყენებს. აი, ჩემი აზრია და ასეთ რამეს გეტყვით, რომ გრიგოლ ნოსელის შრომა პასუხი 60 დღეთათვის ზოგადი შესავალი ნაწილი ჩვენ გვაწვდის ინფორმაციას რატო დაწერა მან და ეს იყო ის ბრალობები, წეგან ვახსენეთ ეს ტერმინი ბასილი დიდის წინააღმდეგ გამოთქმული. დიახ, ვიღაცები ვინც ბასილი დიდს ადანაშაულებდნენ, რომ რაღაცები არ განმარტა, მარტივად განმარტა და ასე შემდეგ, აი ეს რომ სრულყოფილად გადაცემული ყოფილიყო და მიწოდებული ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანებისთვის, ამიტომ დაწერა მან ეს ნაშრომი, მაგრამ როგორ მგონია, იცით, საეკლესიო ისტორიას თუ გადავხედავ და მithumedes გრიგოლ ნოსელის და ბასილი დიდის მეოთხე საუკუნის შვილები არიან, მეორე ნახევარში მართალია, მაგრამ არიანული მოძღვრება 325 წელს კი დაემხო პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას, მაგრამ ინერციით რაღაცები შეცვალა და ისევ აგრძელებს თავის მოქმედებას, არა? ეს მოძღვრება ერთ დღეში არ გაუჩინარებულა. თითქმის რამდენიმე ათეული წელი. რამდენიმე ათეული წელი. თუნდაც მეორე მსოფლიო საეკლესიო ფორმა შეიცვალა, თუ ძეს აცხადებდა კნილებად, მერე სულიწმინდაზე გაკეთდა აქცენტირება, რა? და ასე თვითონ თავად ბასილი დიდის მოღვაწეობის მის სამიტროპოლიოში უმრავლესობა ეპისკოპოსების არიანელები იყვნენ. და თუნდაც გრიგოლ ღვთისმეტყველი გავრცელდა კონსტანტინოპოლში მისი ჩასვლა. ეხლა ცოტა ეკლესიის ისტორიის თემას ეხება და ძალიან არ გავარცოთ, მაგრამ ერთ ძალიან თვითონ საინტერესოა ეს აზრი, რომ თვითონ არიოზისგან არ წარმოშობილა და იმ სიმყისიერად არ წარმოშობილა ეს აზრი და საიდან მოდიოდა და როგორ ემყარებოდა, იმიტომ რომ სუბორდინაცია ჯერ კიდევ ორიგენესთან ჩანს, აი სამებაში სუბორდინაცია. ანუ ეს საკმაოდ დიდი ხნის დაწყებული პროცესი იყო, რომელიც შემდეგ პრობლემად იქცა და ერთი კომენტარი მინდა კიდე გავაკეთო, რომ წმინდა მამათა ნაშრომები, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ შემორჩენილი, ასე ვთქვათ, და თუნდაც მსოფლიო საეკლესიო კრებები, რომლითაც გვირგვინდებოდა ხოლმე ესე ვთქვათ საეკლესიო დავები და გადაწყდებოდა ხოლმე, მოიცავდა ათეულობით წლებს და ესე შემთხვევით დაწერილი ყოველთვის რაღაცა მიზანს ემსახურებოდა. ანუ იმ დროს წარმოშობილ არასწორ აზრს და ერეს სცემდა პასუხს და ცდილობდა განემარტა ტერმინოლოგიურად, რომ გასაგები ყოფილიყო იმ საზოგადოებისთვის და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც შე რაღაცა საკითხზე, საეკლესიო საკითხზე აზრს გამოთქვამ, რამდენად გაქვს შესაბამისი ცოდნა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ალბათ არ იქ შეიძლება ადამიანის გონებაში დაიბადოს რაიმე არასწორი აზრი, რაზეც პასუხი არ იყოს გაცემული. აი პირველი 8 საუკუნის ძირითადად განმავლობაში. გეთანხმებით. აბსოლუტურად. ეს ახლა მოვაყოლე, იმიტომ რომ წმინდა გრიგოლ ნოსელმა რო პასუხი გასცა, ასე ვთქვათ, ამის. ეს შემთხვევით არ დაუწერია. აბსოლუტურად გეთანხმებით, თქვენ რა პოზიცია ჩამოაყალიბეთ და კარგად საფუძვლიანად თუ შეისწავლის ადამიანის საეკლესიო ლიტერატურას, იქ აი თქვენი აზრის დასტური დაგვხვდება. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ჩვენი პრობლემა რა არის? ჩვენ ყველა წყაროს არ ვიცნობთ ასე საფუძვლიანად შესწავლილი არა გვაქვს და შეიძლება რაღაცა კითხვა გახმოვანდეს და ჩვენ პასუხი არ გქონდეს. ჩვენი არცოდნიდან გამომდინარე, ან მეორნაირად ვიტყვი, უმეცრებიდან გამომდინარე. თუმცა საეკლესიო წიაღში პასუხები დაცულია. თან დღეს გამარტივებული, იმიტომ რომ დღეს უკვე საეკლესიო მეცნიერებები, ასე ვთქვათ, დაყოფილია ხო საეკლესიო ისტორია, დოგმატიკა, პატრისტიკა, ლიტურგიკა და ასე შემდეგ. ესენი ყველაფერთან ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, მაშინ როცა საეკლესიო ისტორიას სწავლობ, შესაბამისად ეხები იქ დოგმატის ჩამოყალიბების, ესე ვთქვათ, ისტორიას, იქ პატროლოგიას, ანუ რომელი მამა იმ პერიოდში მოღვაწეობდა და ასე შემდეგ და რატო წერდა. და შესაბამისად სრული სურათი გიჩნდება. ხა ყველა წყაროზე ხელის მიწვევები შეუძლებელია ერთმა ადამიანმა ეს მოასწროს, მაგრამ დღეს არსებობს სახელმწიფოებიც კი ყველა სფეროში, არსებობს იწერება ესეთ ნაშრომები, რაზეც
მეტნაკლებად წარმოდგენა შეგექმნება. აი როგორ მოხვედი აქამდე და შესაბამისად ყველა კითხვის პასუხი აქვს, რა თქმა უნდა, თუ ადამიანი ჭეშმარიტად მაძიებელია და გულწრფელად მაძიებელია. ბატონო. და ჩვენ აი რასაც ვამბობდით, ალბათ შეჯამება ჯობია იმ ნაწილისა. აი ასეთი რამე ვთქვით, რომ არიანული ეს ცრუ სწავლება იყენებდა მათ შორის მინდა წერილ შესაქმეს ამ ისტორიას 6 დღიანს შემოქმედებისას უზენაესისას და აი მას ვამბობდით, რომ გრიგოლ ნოსელის მიერ აი ამ ერთ-ერთი გამორჩეული და ღრმა კომენტარების დაწერის მიზეზი როგორც ჩანს, გარდა იმისა, რაც ზემოთ ვახსენეთ, რაღაც გარკვეული პრობლემებიც მინდა ბასილიდან დაკავშირებული იყო სწორედ არიანული აი ამ ცრუ მოძღვრების წინააღმდეგ გალაშქრება. და რა არის ძირითადი თეზისი? გრიგოლ ნოსელისა როგორც ნებისმიერი სხვა მამისა, უბრალოდ გრიგოლ ნოსელმა კიდევ უფრო მეტად გაშალა, განმარტებითად გაშალა, სხვებთან უფრო შეჯამებული სახით ხდება ერთი წინადადები და აქ მსჯელობა გულისხმობ წმინდა გრიგოლ ნოსელის ნაშრომს პასუხი 70 დღეთათვის, რომ სამყაროს შემოქმედება ეს არის მყისიერი შემოქმედება. და როგორც თქვით, კიდევ ერთხელ განმარტოთ, მყისიერი შემოქმედება ნიშნავს დროის გარეშე აღსრულებულ შემოქმედებას, სადაც წამის მიათედიც კი არ დახორციელა იმისთვის, რომ არარსებობიდან რაღაც არსებობაში შემოსულიყო. აი ასე ქმნის ღმერთი სამყაროს, მაგრამ თუ ღმერთი მყისიერად ქმნის სამყაროს, მაშინ ბიბლიური 6 დღე რა არის? აქაც შეჯამებული სახით თქვა, წმინდა გრიგოლ ნოსელის განმარტება ასეთი გახლავთ. ღვთისაგან მყისიერად შექმნილი სამყაროს ფორმირების პროცესია, განგებულებითად ღვთისაგან აი ასე დადგენილი, 6 დღიან შემოქმედებაში წარმოჩენილი. ანუ ღმერთმა ისევ გრიგოლ ნოსელს მოუშველიებ შექმნა სამყაროს სულიერი პირველსაფუძვლები და ამაზე ალბათ მე მოგვიანებით მოგვეცემა შესაძლებლობა უფრო დაკონკრეტებულად ვილაპარაკოთ, რომელთა ურთიერთშეკავშირების შედეგად მივიღეთ ჩვენ მატერია, ანუ 4 ელემენტი და 6 დღიანი შემოქმედება ქვეყნიერებისა, ეს არის უკვე მატერიალური სამყაროს ფორმირების პროცესი, რომელიც განგებულებითა თავის თავში ამ 6 დღეს, ანუ დროში გამცობილად აი იმ პროცესებს გადის. მაგრამ უშუალო მყისიერი შემოქმედება უზენაესისა, თუ უშუალოდ ბიბლიის კონკრეტულ მუხლებს ავიღებ, ეს არის დაბადების წიგნის თავის პირველი და მეორე მუხლი. იქ არის გადმოცემული ეს სწავლება, როგორ შექმნა მყისიერად ღმერთმა სამყარო, რომელიც შემდგომ რაღაც კალაპოტში მოექცა და ამ კალაპოტმა მას საშუალება მისცა იმ ფორმით წარმოჩენილიყო, როგორც მას დღეს ვხედავთ ჩვენ, როგორც მას დღეს ვუმზერთ ჩვენ. ალბათ ყველაზე უფრო ფუნდამენტური შრომა აი ამ 6 დღისთან დაკავშირებით, თუ როგორ არის ეს დღეები დაყოფილი, მანამ სანამ ნათობები შეიქმნება, წმინდა გრიგოლ ნოსელის შრომა არის. და ალბათ ამ თემაზე გადავიდეთ. კი ბატონო, კი ბატონო. კი ბატონო, გადავიდეთ ამ ნაწილზე. ვითარება ასეთია, ჩვენ წაღან ჩამოვთვალეთ ყოველი დღე და ამ დღეების პარალელურად რა იქნებოდა და ციური სხეულები, მათ შორის ნათობი, მზე, მთვარე ვარსკვლავები დავაკონკრეტოთ ასე, მეოთხე დღეს იქნებიან, ხო? თუმცა ზოგადად ყველა ციური სხეული, ხშირად ამ სამს ვამბობთ, მაგრამ იმ სამის მიღმა ყველაფერი მოიაზრება, რაც კი ციური სხეულის სახელის ქვეშ არის გაერთიანებული. ამიტომაც, რადგან დღევანდელი გააზრებით დროის მონაცვლეობა, მაგალითად დღეღამის მონაცვლეობა უკავშირდება მზეს, ხო? მზე ამოვიდა და გათენდა, მზე ჩავიდა და დაღამდა, ხო? ასეთი მოცემულობა გვაქვს. ბუნებრივად დაისვა შეკითხვა პირველი 3 დღის განმავლობაში დღეღამის მონაცვლეობა როგორ ხდებოდა. ბასილიდიდან, ეფრემ ასურთან, იოანე ოქროპირთან გვაქვს ჩვენ ამასთან დაკავშირებული სწავლება, მაგრამ ის სწავლებები განსხვავდება იმისაგან, რასაც წმინდა გრიგოლ ნოსელი გადმოგცემს და ერთი წინადადებით გამოეხმაურები ჩემი ერთ ჩამოთვლილ მოძღვართა შესაბამის ეგზეგეტიკას, ისინი ასეთ რამეს გვეუბნებიან, მაგალითად წმინდა ბასილი დიდი. პირველი 3 დღე ნათელი იშლებოდა და ეს ნათელი არის პირველი რაც ღმერთისგან შექმნილ სამყაროში რიგით პირველ დღეს, ანუ დღეერთისას არსებობაში შემოვიდა, დღეერთისას ნათელი შეიქმნა, აი ჩამონათვალს ჩემ პირველ ადგილზე ნათელი ვახსენეთ, ეს ნათელი გაიშლებოდა და როცა გაიშლებოდა დღე იყო, დღეწოდებული ჟამი დგებოდა, ხოლო როცა შეიკუმშებოდა, ზუსტად ამ ორ ტერმინს იყენებს, ну ჩვენ ქართულად უნდა ვთარგმნოთ, ხო? გაშლა და შეკუმშვა. ნათლის შეკუმშვა გვაძლევს ღამეს, ნათლის გაშლა გვაძლევს დღეს. ეფრემ ასურთან ცოტა არა საკმაოდ განსხვავებული სწავლებაა და სიმართლე გითხრათ, ბოლომდე მე ვერ ვიგებ ამ სწავლების შინაარს, მაგრამ ფორმულირებაში, როდესაც წმინდა ბასილი დიდი წერს ამის შესახებ, გულისხმობს ქმნილ ნათელზე. ქმნილ ნათელს, კი. და არა თავად საღვთო ნათელზე. რა თქმა უნდა. მაგ ფიზიკურ ნათელზეა ლაპარაკი, ნათელზე, რომელსაც ჩვენ დავარქვათ შეიძლება მატერიალური ნათელი, რაც იძლევა შესაძლებლობას დღის და ღამის არსებობისა გამიჯვნისა ერთმანეთსაგან. ისევე როგორც მზე თუნდაც და მასში დავანებული ნათელი, ეს არ არის საღვთო ნათელი. საღვთო შემოქმედება არის, მაგრამ ქმნილება მატერიალური ნათელია და თვითონ მზე მატერიალური
მოხსება, აი ზუსტად ასევე ეს ნათელი მატერიალური იყო, ანუ 4 სტიქიონიდან ერთ-ერთი იყო, ასე დავაკონკრეტოთ და მისი გაშლა გვაძლევდა დღეს, ამას გვეუბნება წმინდა ბასილი დიდი, ხოლო მისი შეკუმშვა იწვევდა საბოლოო ჯამში ღამეს. ეფრემასური ვახსენეთ, ეფრემასურთან და ვამბობდი რომ ბოლომდე მაინც მე ვერ ვიაზრებ განმარტებას, თუმცა დიდი მოძღვრის ეგზეგეტიკა ასეთი გახლავთ. პირველი 3 დღე ნათელი როცა იძირებოდა წყალში ღამე დგებოდა, ხოლო როცა აღმოცისყრდებოდა წყლიდან, მაშინ ნათდებოდა. აი ასე ანაცვლებს ის დღამის შორის განსხვავება რა პრინციპით მივიღეთ. რა ჩება წმინდა გრიგოლ ნოსელს იმისთვის რომ გრიგოლ ნოსეულისეული ეგზეგეტიკა გავიგოთ, ცოტა შესავალია საჭირო. გრიგოლ ნოსელი ასეთ რამეს გვეუბნება. ხოდიშ გიხდით, აი ეფრემასურისასთან დაკავშირებით. დიახ. შესაძლებელია ეს ესე თქვა ტერმინით არის წარმოჩენილი, ანუ ესე თქვა სიტყვათა წყობით. როგორც ადამიანი ხედავს მაგალითად მზის ჩასვლას და ამოსვლას. შესაძლებელია ის ნათელიც მოძრაობდა შესაბამისად როგორც მზე, ანუ მზე არ იყო. და როდესაც ჩვენ ჰორიზონტს გავყურებთ, მზე ჩადის. ანუ ჩვენი თვალისთვის ჰორიზონტზე. შესაძლებელია ეს ამ ტერმინს გამოიყენა ის ასე თქვა განმარტება როგორც აღიქვამს ადამიანს. არ არის გამომიც მიფიქრი ამაზე, მაგრამ აბსოლუტურად აი რატო პირადი აზრით თქვენ აგაქვთ ის პირადი აზრი გამიჩნდა მეც თავის დროზე. იმიტომ ჩვენი აღქმა ასეთია, ხო, გვინახავს როგორ დაეშვება ხოლმე მზე ზღვის მიღმა, ხო, წყალში რაღაც თითქოს და იძირება წყალში, აღქმა ასეთია, ეს ცეცხლოვანი დისკო. არ არის გამორიცხული ეს მაგალითია მისგან მოხმობილი, მაგრამ არა რატო ამბობ ამას? არა იმიტომ რომ მას პირობითად ასე ეგონა რომ წყალში ჩადიოდა, შეიძლება ასეც იყო. ანუ ამასაც გულისხმობდა, მაგრამ თუ ამასაც არ გულისხმობდა, არამედ უბრალოდ გამოიყენა ის, რაც ადამიანისთვის ადვილი გასაგებია. უბრალოდ გასაგებია, არ არის გამორიცხული. უბრალოდ მეტი დაკონკრეტება მასთან არ ხდება, სამწუხარო ეს არის, უფრო რომ გაშლილი იყო საკითხი, ჩვენთვის გასაგები გახდებოდა და თუმცა მსჯელობის უფლება გვაქვს ივანე ოქროპირმოიშვილიათ, ხო, ბიბლიასთან, თუმცა მათ შორის ეკლესიის მამათა შრომებთან მიმართებითაც და აბსოლუტურად გეთანხმებით, ჩემი ლოგიკაც ესაა, აი ეს მინდოდა მეთქვა, რახან თქვენ ახსენეთ, მეც გიერთებით ამაში. რაც შეეხება წმინდა გრიგოლ ნოსელს, გრიგოლ ნოსელი ვახსენეთ ჩვენ, რომელიც ყველაზე უფრო ღრმად განმარტავს ამ საკითხებს, ის ასეთ რამეს გვეუბნება. პირველ დღეს არსებობაში შემოდის 4 სტიქიონი, 4 ელემენტი. ეს 4 ელემენტი თვისობრივი შედგენილობით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამ განსხვავებაში რა იგულისხმება? 4 მათგანი მატერიაა, მაგრამ აი ეს მატერიალური მდგომარეობა რომელიღაცაში უფრო ძლავრია, რომელიღაცაში უფრო ნაკლები. მესამეში კიდე უფრო ნაკლები და მეოთხეში კიდე უფრო ნაკლები. ანუ უფრო მძლავრი მატერიალურობიდან ნაკლებად მატერიალურობისკენ მივდივართ. ანუ ბუნებრივია იბადება შეკითხვა, როგორია ეს წყობა? ანუ ყველაზე მატერიალური რომელია და ყველაზე ნაკლებად ნივთიერი რომელია? წმინდა გრიგოლ ნოსელის თუმცა არა მხოლოდ მისი, სხვა მამებიც იმავე ლოგიკას გვაწვდიან, უბრალოდ უფრო მეტი დაკონკრეტება. ყველაზე ნაკლებად მატერიალური არის, უпроსტად ყველაზე მეტად მატერიალური, აქედან დავიწყოთ, არის მიწა. შემდგომი ადგილი უკავია წყალს და განლაგებად სხვათა შორის ამას გვაჩვენებს. მორიგი, ანუ მესამე ადგილი უკავია ჰაერს და ყველაზე ნაკლებად ნივთიერი არის ცეცხლი. ანუ იგივე ნათელი. ნათელი და ცეცხლი ამ შემთხვევაში საეკლესიო ლიტერატურაში გაიგივებულია ერთმანეთთან. და ნახეთ ახლა, რადგან თვისობრივ მდგომარეობას შორის განსხვავება მივიღეთ, ანუ ყველაზე მატერიალური სტიქიონი განსხვავებული თვისებების მქონია. ყველაზე ნაკლებად მატერიალური სტიქიონი ასევე განსხვავებული თვისებების მქონია. აუგუსტინეს მაგალითი მახსენდება და გავაერთიანოთ შეგვიძლია გრიგოლ ნოსელის განმარტება და აუგუსტინესეულის ეგზეგეტიკა, მაგალითად ჭურჭელი, რომელიც წყლის სიღრმეში ჩვენ ასე განვათავსეთ. ჭურჭელი ჰაერით იყო სავსე ბუნებრივად და წყლის სიღრმეში როცა განვათავსეთ, რა ხდება? ჰაერი გამოიდევნება წყლის შესვლის შედეგად და წყალი იკავებს მის ადგილს, მაგრამ ჰაერის ბუშტები, რომელიც წყალში წარმოიქმნა, მას რა ემართება? ბუნებრივად ზევითკენ მიემართება ზედაპირისკენ და რატომ? უფრო მსუბუქია ვიდრე წყალი და წყალში ვერ შეინარჩუნებს თავის თავს. თვისობრივი მდგომარეობა ჰაერისა არ იძლევა შესაძლებლობას იმისა, რომ ის წყალში დარჩეს. ამიტომაც მისი ზესწრაფვა ხდება, ამოვიდა თუ არა წყლიდან, გამოიყენოთ ეს გამოთქმა, დამთავრდა. მე უკვე ზესწრაფვის პროცესი აღარ რატო? მისთვის ბუნებრივი ადგილზე განთავსდა და ამით დასრულდა მისი მოძრაობა. წყალში ის არ გაჩერდებოდა. რა მოცულობის წყალის არ მუდმივად ზევითკენ გააგრძელებდა მსრბოლობას. აი ეს მაგალითი კარგი მაგალითია იმისთვის, რომ წმინდა გრიგოლ ნოსელთან მივიდეთ, ეკლესიის დიდი მოძღვარი ასეთ რამეს გვეუბნება. რადგან ყველაზე მსუბუქი ცეცხლია და ეს ქვეყნიერება ამ 4 სტიქიონით არის, ანუ მატერიალური სამყარო 4 სტიქიონით არის წარმოდგენილი, ყველაზე მსუბუქმა ცეცხლმა ბუნებრივად დაიწყო განრიდება დანარჩენი ელემენტებისაგან. აი წყლის და ჰაერის მაგალითი, რაც იყო ჩვენგან მოტანილი ამ ფორმით. და განიტყორცნა ეს ტერმინია თანამედროვე ქართულზეაც არის ეს ძეგლი თარგმნილი და იქ გამოყენებული თარგმნელისგან განიტყორცნა დანარჩენი სტიქიონებისგან, ანუ მიწისგან, წყლისგან და ჰაერისგან. მაგრამ ნახეთ, ღვთისაგან შექმნილი მატერიალური სამყარო, ანუ სადაც აი ეს 4 ელემენტია და 4 ელემენტის ერთობის შედეგად შეგვამოვნებული სხვა არსებები არიან.
გარკვეულ გარშემოწერილობას ფლობს. ანუ საზღვრებშია მოქცეული. ეს სამყარო არ არის უსაზღვრო არა და უსაბამო და უпроსტად გარშემოუწერელი ღმერთია, ხოლო მისგან შექმნილი ქვეყნიერება გარშემოწერილია. თვითონ ეს ტერმინი სამყაროც ამას გამოსახავს, რაღაცა მყარს ემყარება. დიახ, და რაღაც საზღვრებშია მოქცეული, ხო? და აი რადგან ჩვენი ქვეყნიერება ღვთისაგან შექმნილი, მიუხედავად როგორი მასშტაბურიც არ უნდა იყოს და ადამიანის გონება ვერც გაწდება ამ მასშტაბებს, გარშემოწერილია. ამ გარშემოწერილი სამყაროს უკიდურეს მიჯნამდე აღისრბოლა ამ ცეცხლმა. ანუ პირველ დღეს შემოსულმა ნათელმა სხვა ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენეთ. მაგრამ ნახეთ როგორი ვითარება, აი საზღვრის მიღმა უკვე არამატერიალური სივრცე იწყება, არამატერიალური სამყაროს სამყოფელი იწყება. და რა არის ეს არამატერიალური სამყარო? ანჯობი ასე დავსვათ შეკითხვა, ვინ არის, ვინ იგულისხმება მათში? ეს არის ანგელოზური სამყარო, ანგელოზური შესაქმე. ანგელოზი როგორც არამატერიალური ქმნილება, მკვიდრობს არა მატერიალურ სამყაროში, ესაა წმინდა გრიგოლ ნოსეულის ელექსის, არამედ ყარს მიღმა, ანუ სტერეომის მიღმა, ბერძნული ტერმინის მოვიშველიოთ. იქ არის იქ იქნა აღტაცებული პავლე მოციქული მესამეცად, როცა მოიხსენიებს სამყოფელს თავისას, ხო? მაგრამ ცეცხლი მართალია მატერიალურ სტიქიონებს შორის ყველაზე ნაკლებად ნივთიერია, მაგრამ თუ შევადარებთ ანგელოზი არამატერიალურია, ცეცხლი მაინც მატერიალურია. შესაბამისად უკიდურესი მიჯნა, აი ბოლო ზღვარი, სანამდე ამ ცეცხლს შეძლო მისულიყო, ეს არის მყარი, რაც თქვენ ახსენეთ, მყარს იქით ვეღარ გადადის. ვეღარ გადადის ერთი მარტივი მიზეზის გამო. თვისობრივი მდგომარეობა არ აძლევს შესაძლებლობას იმ სივრცეში დაივანოს, რომელიც არა ნივთიერი, ანუ არამატერიალური ქმნილებებისთვის არის განსაზღვრული. რადგან ღვთისაგან შექმნილი სამყარო გარშემოწერილია და გარშემოწერილი სამყარო ზღვარი არის მყარი, ის მყარი, რომელიც მეორე დღეს შეიქმნა, თუმცა ეს კიდე ცალკე განმარტებას საჭიროებს, ახლა ამ მიმართულებით ჩვენ აღარ ვაგრძელებთ ჯელობას. აი ამ ცეცხლმა სწორედ ამ სივრცეს მიაღწია, ანუ მატერიალური სამყაროს საზღვარს. აი პირობითად წარმოვიდგინოთ წრე ჩვენს გონებაში, ცოტა რთული თემა და გასამარტივებლად. ცეცხლი იწყებს ცენტრიდან, შუაგულიდან მოძრაობას და რადგან ის განიტყორცნა, მეორე თვისება მისი გარდა იმისა, რომ ნაკლებად ნივთიერი არის მისი მარად მოძრაობა, ანუ მისი სიმსუბუქე თვისობრივი სიმსუბუქე განაპირობებს მის მარად მოძრაობას და ეს მარად მოძრაობა გულისხმობს იმას, რომ ის არ ჩერდება და სხვათა შორის ეს განმარტება გრიგოლ ნოსეულისეული ცეცხლშიც განიჭვრიტება ფიზიკურ ცეცხლში. ცეცხლის ენა არ ჩერდება, მუდმივად მოძრაობს, რატომ სუბუქია და ამიტომ ხო? მისი შეჩერება შეუძლია ხან მარჯვენა მხარე, ხან მარცხენა, ხან მაღალი, ხან დაბალი, აი სიმსუბუქე განაპირობებს ამას. და ამ სუბუქი თვისებების მქონე ცეცხლის სტიქიონი მივიდა მატერიალური სამყაროს ზღვრამდე, საზღვრამდე, იმის იქით ვეღარ გადადის და მიზეზი უკვე ზევით ვახსენეთ, რატომაც გადადის, მაგრამ რადგან სიმსუბუქეს ფლობს თავის თავში, ვერც იქ ვერ გაჩერდება და იწყებს მოძრაობას. ოღონდ მოძრაობას რა მიმართულებით იწყებს? ქვევით არ ჩამოდის, იმიტომ რომ ქვევით ნივთიერია და ეს ნივთიერი თვისობრიობა მას არ აძლევს საშუალებას უკან დაბრუნებისა თუ შეიძლება ასე ითქვას, მან დაიწყო მისთვის ბუნებრივი ადგილის ზღვარში მოძრაობა და ეს არის აი საზღვარი, რითაც სამყარო არის გარშემოწერილი. ამიტომაც გრიგოლ ნოსეულის ეგზეგეტიკა ასეთია. როდესაც ეს ცეცხლი, ანუ პირველ დღეს შექმნილი ნათელი სამყაროს ერთ ნახევარს მოიცავდა, ამ შემთხვევაში განათებული იყო ერთი მხარე, ანუ ნათელი მოიცავდა ერთ მხარეს. მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ის მოძრაობს, ხო? მხოლოდ ერთ ადგილზე, სადაც მიაღწია, იქ არ ჩერდება. აი, როდესაც ამ წრებრუნვის შედეგად მეორე ნახევარსფეროში გადმოინაცვლა, პირველი ნახევარსფერო სიბნელე მოიცვა და მეორე ნახევარსფერო განათდა. და პირველი 3 დღე, დღეღამის მონაცვლეობა ხდება აი ამ ცეცხლის მარადის მოძრაობის შედეგად, რა სივრცეშიც განთავსდება ცეცხლი, იმ სივრცეს ანათებს, საიდანაც ადგილი მონაცვლებული აქვს, იქ ღამეა დავანებული და პირუკუ პროცესი ასეთი ფორმით ხდება. რაც ხდება მეოთხე დღეს, განმარტება გრიგოლ ნოსეულის ასე გრძელდება, მეოთხე დღეს ღვთის განგებულებით არსებობაში შემოვიდა მზე და როგორც ის გვეუბნება, ამ შემთხვევაში მზეში მოიაზრება ცეცხლის გარდაქმნა მზის სტიქიონად, რომელიც თავის თავში ამ ნათელს დაიტევს და ფუნქცია, რომელიც ნათლისთვის იყო, ანუ ცეცხლისთვის იყო განკუთვნილი პირველი 3 დღე, ის უკვე მიენიჭება მზეს. მზე იღებს თავის თავზე განგებულებითად იმას, რომ ესე იგი დღე იყოს და მისი ჩასვლის შედეგად დღეს ღამე ენაცვლებოდეს. საინტერესო არის იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ დაწერის მიზეზი, წმინდა წერილის აი მოსეს მიერ დაბადების ამ წიგნის დაწერის მიზეზი შესაძლებელი ერთის რა თქმა უნდა ღვთის განგებულება, არსებობდა კიდევ ალბათ მიზეზი შესაბამისი, რადგან იმ დროინდელ წარმართულ სამყაროში, რომელთანაც კავშირი ჰქონდა ასევე ისრაელს და ძველ ებრაელ ხალხს, ითუმეტეს ისინი გამოსულები იყვნენ ეგვიპტიდან ახალი და ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე წარმართებთან ურთიერთობის დროს მათი რელიგიური შეხედულებების და კერთაყვანისმცემლობის შემოსვლა. რა თქმა უნდა, ბევრ წარმართულ რელიგიაში გაკერპებული იყო ქმნილებები და მათ შორის მზე და მთვარე მნათობები და ასე შემდეგ სხვა ქმნილება.
და მოსე საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ქმნილებათაგან არაფერია ღმერთი და ის დაუსაბამ ყოვლა ძლიერია და დაუსაბამოდ და არ არსებობიდან შემოყავს ყველაფერი არსებობაში. რომ ადამიანებისთვის ეს ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ის ჯული, ეს ყოფილიყო ცოდნა მიღებული ღვთისაგან, რომ ღმერთი არის ამ ყოველივეს შემოქმედი და ეს მათობებიც თუნდაც მზე იყოს ის და თუნდაც მთვარე, რომელიც ქმნილებათა შორის ყველაზე მეტად ასე ვთქვათ, ბრწყინავს ხო შეიძლება და ანათებს ქვეყანას და დღეს და ღამის მონაცვლეობა. ისიც მათი განხრთობა არ მოხდარიყო. დღეს ამდენი საუკუნე გავიდა და დღესაც ასე ვთქვათ ასტროლოგიას მიდევნებული ადამიანი ხანდახან ის წარმართი ადამიანი როცა საუკუნეების წინ ცხოვრობდა მისთვის რაღაცა ეს ვარსკვლავების მოძრაობა ღვთაებასთან ასოცირდებოდა და შესაბამისად მის ბედს აკავშირებდა მასთან. დღეს კაცობრიობა ამდენი საუკუნეა ქრისტიანები ვართ და ვიცით რომ ეს ქმნილებებია და ქმნილება პიროვნებაზე თავისუფალ პიროვნებაზე ცხოვრებას არ განსაზღვრავს და შენ განსაზღვრავს შენ პიროვნებას პიროვნულ ცხოვრებას, მაგრამ ხშირად ამის გავლენის ქვეშ მაინც ექცევა ადამიანს მით უმეტეს იმ დროინდელ საზოგადოებაში. ამიტომ ალბათ ამის დაწერის აუცილებლობაც იყო და მოსეს მიერ ეს ღვთის გაღებულებით დაიწერა. აი ეს მყარი რო ახსენეთ, ახლა ჩვენი გადაცემის რო ამოიწურა, სხვათა შორის დღეს არსებობს ძალიან დიდი მიმდინარეობა, ასე flat earth-ებს უწოდებენ ამას, ესე ინგლისურად, რომელთა მოსაზრებებიც და არა მხოლოდ მოსაზრებებიც, ასე ვთქვათ, ძალიან საკმაოდ არგუმენტირებული მოსაზრებები ძალიან ეთანადება აი ამ წმინდა მამათა კომენტარებს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ანუ პირველი საუკუნეების წმინდა მამათა კომენტარებს. ეს ადამიანები შესაძლებელია სრულიად ქრისტიანებიც არ იყვნენ, ან შეიძლება ათეისტებიც იყვნენ, მაგრამ ეს მათთვის როგორც მეცნიერული თვალთახედვა ასე არის. ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურე ხამ თემაზე არ გავავრცებთ, ყურად მსჯელობა სადგან მაყურებლისთვის რაღაც საკამათო არ გახდეს და თამით უმეტეს ეს ჩვენ მიზანს არ წარმოადგენდა. ვერ დავასრულეთ ასე ვთქვათ წმინდა გრიგოლის ფაქტობრივად ნოსელის წმინდა გრიგოლ ნოსელის მსჯელობის შესახებ დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გადაცემაში გავაგრძელოთ, აი ეს საკითხი ძალიან საინტერესოა. შეგახსენებთ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია. დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.